კიდე ერთი ვიდეოა გადაღებულია თბილისის ცენტრში მეჩეთის ახლოს. აი უბრალოდ თუ არ გავგიჟდები, არ ვიცი რა. ეხლა დავდივართ ერთი წამით ჩემი გოგოები მოიცა. აი ჩემები დავდივართ. ფეხი ცვლილობა გვაქვს რომ 7 ტაძარი მოვილოცოთ. თავარანგელოზ მიქაელის ხატთან ეს არის რიტუალი რომელსაც უდიდესი ძალა და მადლი აქვს ქრისტიანულ სამყაროში და ქრისტიანებისთვის რომ ყველაფერი ცუდი, მავნე, ჯადო, არ ვიცი, ყველაფერი მოიშოროს ადამიანმა და ეს ხალხი ჩვენ ვართ მრავალშვილიანი დედები, აქ არიან სოციალურად დაუცველები, მათი 90% რომელიც ქირით ცხოვრობს, იმისთვის რომ მიშულს უკმა აჭამოს ვერ ყიდულობს, სახსრებს, სახსრები არ არის რომ სახლები შევიძინოთ, აი ნახეთ, სადაც მეჩეთია ხო ესე ხდება. აი ეს არის ჩვენი რეალური საქართველო. აი თუ გული არ გამისყდება, არ ვიცი. და ჩვენ დღეს 7 ტაძრის მოლოცვა კიდევ უფრო დავაპირეთ იმის გამო და გაგვიმძაფრ და ეს შინაგანი ყველაფერი შეგრძნება მოზღვავებულად, რომ 300-მა ოჯახმა ავაშენეთ ხალხო პატარა სალოცავი. უპატრონო დასახლებაში. უკვე გაპიარდა ეს ყველაფერი, რომ გლდანში თითქოს და 10 გექტარი ხე-ტყე გაჩეხა ქართულმა მოსახლეობამ და 10 დღის ვადა აქვთ. გვაქვს უფრო სწორად 10 დღის მერე დარბევა ემუქრება და აი ამას გახედეთ. აი ამას გახედეთ. აი სურათი როგორ არის, იცი უკვე აი ქუჩებში მდინარეობს აი სადაც. კი, კაცო, არა. ქუჩებს კეტავენ უკვე. ეს ქუჩების გადაკეტვა ხო აკრძალეს. კი, აი ქუჩების გადაკეტვა. აი ქუჩების გადაკეტვა არ შეიძლება. ქართველებს აუგზალეს. კი, ქართველებს არ შეიძლება. კი, ხო და როგორი რაღაცა, იცი? თან სულ მიგრანტები იყვნენ. სულ ეგ ვიდეო მე კარგად ვნახე, აი ზოგიერთს გლოვოსთანსაც მელიაც. აშკარად ეთყობა, რომ აზიური ქვეყნების წარმომადგენლები არიან. აი ვიღაცამ რო არ თქვას, რომ თბილისში ისტორიულად ყოველთვის იყო იმაში ძველ უბანში მეჩეთი და ის თუ აზერბაიჯანელები არიან თურმე აი ან რა ვიცი. კი, ასეთი ქურთები, ხო? არა კაცო, მიგრანტები არიან. აი ახლა თქვენ აი ახლა ხანს ბოლო წლებში თქვენს მიერ ჩამოყვანილი ხალხი. სულ ყველათან. და როგორი რაღაცა, იცი? ეს ხო რეალობაა უკვე, ამას ჩვენ ხო არ ვიტყუებით, კაცო. ეს ქალი ხო არ არის სოროსის მიერ დაფინანსებული, ხო არ არის ეს ქალი. ეს ქალი ხო არ თამაშობს. არც ჩვენ ხო არ დაგვივალებია მაგისთვის, რომ მიდი ეხა შენ და გადაიღე იქ, საერთოდ არც კი ვიცნობ, ვინ არის. ინტერნეტში ვნახე, უბრალოდ ვნახეთ ეგ ვიდეო და აგერ ჩვენს მაყურებელს ვაჩვენეთ. ეს უკვე იმდენად ყოველდღიურია, იმდენად არსებული პრობლემაა, რომ ამის არ შემჩნევა, ამის გადაფარვა არის შეუძლებელი. კი, და სახელმწიფოს უმაღლეს დონეზე ეს პროცესი საღდება, რომ ეს არის მართული ერთი ხელიდან მართული რაღაც არარსებული შიშების გაღვივა. რატო უნდა გქონდეთ ამ ხალხს ქუჩების გადაკვეთის უფლება? ვინ არიან საერთოდ? რატო უნდა გქონდეს ვინმეს? მე რაში მაინტერესებს მაგის რელიგიური რიტუალი, კაცო. ეს რამე მაგისია ქუჩა. ქუჩა ხო ყველასია, კაცო. რა თქმა უნდა. ანუ ქუჩას რატო კეტავენ უკვე? და ამაზე რატო არ აქვს სახელმწიფოს რეაგირება? ქართველებმა რო რაღაცა გააპროტესტონ და ქუჩა რო გადაკეტონ, ეგრევე გასპეცნაზდებით. ეგრევე გამოვა შსსო და ეხლა გაფრთხილებას გაკეთე. ამ ასეთ რაღაცეებზე რატო არ აქვს რეაგირება? და ხო იზრდება ეს იზრდება, კაცო, ეს ხო არ იყო 2 წლის წინ, 3 წლის წინ, 5 წლის წინ. ეხლა ხო ხდება, ეხლა ხო ჩდება ეს პრობლემა. ეს ტენდენცია ხო მზარდია. ამას ხო ვამჩნევთ საკუთარი თვალებიდან. უამრავი ვიდეო ვრცელდება. და ამაზე ვსაუბრობთ, კაცო, ეგ პოლიტიკა წლებია უკვე მიმდინარეობს. და ამ 7 მილიარდიანი ინვესტიციის, ეგრეთ წოდებული ინვესტიციის შედეგად კიდევ უფრო მეტი ქუჩა გადაიკეტება, იმიტომ რომ მაგ ხალხის ჩამოსახლებას გვიპირებენ პირველ რიგში. მოჰამედ ალაბარი ამათ მიყიდის მაგ ბინებს, კაცო, აბა ვიზე აქვს გათვლა. იმათ უფრო აუხსნის, უფრო რეკლამას გაუწევს. და ეხლა ამასობაში
სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მთავრობა როგორ იქცევა, თან როგორი მთავრობა, იცი, რომელსაც მარტივად შეუძლია მიგრანტების ატანა. რომელიც ძლიერია საქართველოს. საქართველოზე არის კი არა სოფლიოში ყველა ძლიერი სახელმწიფო. თან მიგრაციის შედეგად შეიქმნა. ანუ მიგრაცია თუ ვინმე თუ იცის რა არის მიგრაცია, როგორ მოხდეს მიგრაციული პროცესები, როგორ მოხდეს ხალხის ინტეგრაცია, ასიმილაცია, კონტროლი და ასე შემდეგ, ამერიკამ იცის. თავისი წარსულიდან გამომდინარე, პრაქტიკიდან გამომდინარე, შინაარსიდან გამომდინარე, რესურსებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. მაგრამ იმდენად ეგ შემაწუხებელი და უკონტროლოა ეს საკითხი, ეს მიგრაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოვიდა დღეს და მიიღო გადაწყვეტილება. მესამე სამყაროს ქვეყნებთან განვითარებად ქვეყნებს, რასაც ეძახიან, შორის შეიძლება საქართველოს შედის. ჯერ დოკუმენტი ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, რომელი ქვეყნები, მაგრამ მესამე სამყაროს ქვეყნებში, აზიის, აფრიკის ისლამური სახელმწიფოები რო იგულისხმება, ეგ ცალსახაა, იმიტომ რომ ტერაქტს მოყვა ეგ. ავღანელმა მიგრანტმა ვაშინგტონის ქუჩებში გახსნა ცეცხლი, ერთი სამხედრო დაჭრა, მეორე მოკლა. ვიღა ტერორისტი, ჯიჰადისტი იყო. და მაგ ქმედებას მოყვა ტრამპის ეს გადაწყვეტილება. წავიკითხავ, აგერ შეგიძლიათ ნახოთ ეკრანზე, ეს არის ტრამპის პოსტი, რომელიც გამოაქვეყნა, მის შინაარსის ნაწილს წავიკითხავ. ქართულად მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურად წინ წავედით, ემიგრაციის პოლიტიკამ ბევრისთვის ეს მიღწევები და ცხოვრების პირობები შეარყია. მე სამუდამოდ შევაჩერებ მიგრაციას მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან, რათა აშშ-ის სისტემამ სრულიად მოახერხოს აღდგენა, შევაჩერებ ბაიდენის მილიონობით უკანონო დაშვების ნებართვას, მათ შორის მძინარე ჯო ბაიდენის ავტოკალმის მიერ ხელმოწერილ ნებართვებს და გავაძევებ ყველას, ვინც არ არის შეერთებული შტატების სუბთა აქტივი, ანარშეულია ჩვენი ქვეყნის სიყვარული, შევაჩერებ ყველა ფედერალურ შეღავასა და სუბსიდიას ჩვენი ქვეყნის არამოქალაქეებისთვის ჩამოვართმევ აკოფნის უფლებას მიგრანტებს, რომლებიც ძირს უთხრიან შიდა სიმშვიდეს და დეპორტაციას გაუწევ ნებისმიერ უცხოელ მოქალაქეს, რომლებიც წარმოადგენს საზოგადოებისთვის ტვირთს, უსაფრთხოების რისკს ან შეუთავსებელია დასავლურ ცივილიზაციასთან. ამას გარდა ეხლა ვრცელდება ინფორმაცია, აგერ BBC ავრცელებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს გადახედოს გაცემულ მწვანე ბარათებს 19 ქვეყნიდან. ანუ უკვე რო გაცემულ მწვანე ბარათები შეიძლება იმათ ანულირებას აპირებს და დეპორტაციას. ანუ ვისაც უკვე მიანიჭეს გარკვეული სტატუსი, იმასაც შეიძლება ჩამოართვას და სულ ისლამურ სახელმწიფოებზე საუბარი კაცო. აზიის და მათ შორის ვენესუელა, კუბა ესეთი. ეგეთებიც ამარ, ძირითადად აქცენტია ეგეთ ქვეყნებზე. საიდანაც მოდის კაცო საფრთხე. საიდანაც შეიძლება ვიღაცა ტერორისტი შემოვიდეს და ცეცხლი გახსნას, ხო? ეხლა იმიდან ისლანდიიდან არ ჩამოვა ეგეთი ვიღაცა. ეგ არ ვიცი რატოა ეგრე, ეგ თვითონ მაგ ქვეყნების წარმომადგენლებმა დაუსვან ეგ კითხვა, ეგ პრეტენზია წაუყენონ ეგ თავის ტერორისტებს. რომ რატოა რომ იმ ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხი არ არის შემოსაშვები კაცო. ეგ რისი ბრალია, ეგ შორს აგვიყვანს მაგაზე საუბარი, მაგრამ ფაქტი არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამერიკა მივიდა მაგ დასკვნამდე, რომ საერთოდ ჩაურაზოთ საზღვრები. ანუ ამერიკის მთავრობამ რა გადაწყვეტილება მიიღო, იცი? აი რასაც ეხლა ხელისუფლება აპირებს, რასაც გამოიწვევს, რასაც იწყებს მთავრობა ეხლა საქართველოში და რასაც გამოიწვევს ეს მასიურ მიგრაციას. ეგ აკრძალა. ეგ დაუშვებლად გამოაცხადა. ამერიკის მთავრობა. იმიტომ რომ ამერიკის მთავრობა არის ქსენოფობი. ხო, ის Deep State-ი მართავს ტრამპს და ესენი რას იზავენ, იცი? აი ესეთ ქსენოფობიურ მიდგომას არ დაუშვებენ. ამერიკას
არ მისცემენ უფლებას მესამე სამყარო სიღარიბეში ჩატოვოს. ესენი ჩვენთან გახსნიან კარებს. საქართველოში შემოუშვა. ინვესტიციების ნამდვილი დასავლეთი ხო საქართველო გა. მან კიდე რა არის? ხო ეგეთი პროპაგანდა აქვს, რომ ნამდვილი დასავლეთი საქართველო იქნება. დასავლეთი ივიწყება. დასავლეთი ქსენოფობიური, ფაშისტური, რაღაც ეგ მემარჯვენე კონსერვატიული ძალები მოდიან სათავეში და არავით არ შემთხვევით. ნამდვილი ბასტიონი ლიბერალიზმის, მულტიკულტურალიზმის ევროპა საქართველოში იქნება. ამიტომ გავახსნათ კარები, ავაშენოთ ქალაქები, შემოუშვათ ესენი კოსმოპოლიტური გარემო დავამკვიდროთ. აი მე რა მაინტერესებს რა სიზამენ ერთი ისინი რომ შემო მიწას მოიკიდებენ. მიწას ხო არ წაიღებენ. აი მან კიდე ყურადღები რა არის იცი? ამერიკაში მაგის გაკეთება ამერიკას შეუძლია. მართლა ძლიერი ქვეყანა ამერიკა. ამერიკა არის აი ხა მაგალითად საქართველოში ამ ინვესტიციას როგორ ამართლებს თვითონ ხელისუფლება. აი ეგ დაუკვირდით, ეგ სინამდვილეში საჩვენო არგუმენტია. ამ ინვესტიციას ხელისუფლება იძახის, რომ ეს იმდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, მეგობრებო, რომ საქართველო რომ გადარჩეს სჭირდება ეს ინვესტიცია. ანუ დაუფიქრდით, ეგ სინამდვილეში საჩვენო არგუმენტი გამოდის, რომ ჩაუღრმავდეთ, ზედაპირულად რო არ შეხედო ამ სიტუაციას. სინამდვილეში, ანუ საკითხი როგორ დგება, იცი, არაბებზე დამოკიდებული ხდები. ბერკეტები და გავლენები შენთვის თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რაღაცას გაძლევს, იმის ხელში გადადის. და შენ მერე ამ ინვესტიციის შედეგები რო არ მოგეწონება, იმიტომ რომ ძალიან დიდი მიგრაცია იქნება და ძალიან ბევრი ჩამოსახლდება. იმ არ მოწონებაზე რეაგირებაც ძალიან დასუსტებულად შეგეძლება. საერთოდ შეგეძლება თუ არ შეგეძლება დიდი კითხვის ნიშანია, იმიტომ რომ შენ ისეთი რაღაცა დადო იმან სასწორზე, რომ შენ თვითონ იძახი, რომ სასწორ მნიშვნელოვანი რაღაცა დაგიდო. შენ მაგ ფულით შენ თუ ამბობ, რომ გადავრჩი ის თუ სასწორზე ეგეთ რაღაცას დებს, შენ ესე იგი ვერც პრევენციას ვერ ახდენ. მაგ მიგრაციის მაგალითად როგორც ამერიკამ გააკეთა, ეხლა რომ აკრძალვა და მოგინდეს, ხო? დრო რო გავიდეს და აკრძალვა მოგინდეს, შენ უკვე იმდენად იქნები შესული მაგ პროცესში, რომ მანდედან გამოსვლა ძალიან გაგიჭირდება. ამიტომ ეგ არგუმენტი არის ამდენი ხანი, რასაც ვლაპარაკობთ. ჩვენ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო არის სუსტი ქვეყანა. საქართველო რეაბილიტაციას იმხელა შეცდომების პარალელურად რამხელასაც მაგალითად დასავლეთმა დაუშვა, საქართველოში მაგხელა შეცდომებს არ გვპატიობს რეალობა. ამიტომ ისეთი არგუმენტების მოყვანა თითქოს დასავლეთში ასე იყო და ასე შემდეგ, ეხლა დასავლეთშიც კი კრძალავენ მაგას. საქართველოში საერთოდ ახლოსაც არ არის მისული და მაგ პრობლემის გამოსწორებაზე ლაპარაკი გვიჭირს, იმიტომ რომ მთავრობა გაიყიდა. ანუ საქართველო იმდენად სუსტი და გაჭირვებული ქვეყანა, რომ მთავრობა გაიყიდა. ნუ რაზეა საერთოდ ლაპარაკი? ამერიკის მთავრობას ხო ეგ არ ემუქრება, არა? ამერიკის მთავრობა რომ გაიყიდოს არაბებზე. ეგ ხო გამორიცხული რაღაცა, ამერიკაში უფრო მეტი ფულია. და საქართველოში ეგ სრულიად რეალური რაღაცაა. საქართველოში ეს მთავრობა მანამდე სხვებზე იყო გაყიდული. ეს ხო რაღაცა ეს ხო რაღაცა უპრინციპ მართლა ისეთი მთავრობა ხო არ არის წინ რო ფულს დაუდებდა რო ხელს არ ახლებს. ეგეთი მთავრობა ხო არ არის, არა? ეს მთავრობა სულ იყიდებოდა. ხო და ეხლა შემოდის იმხელა თანხებით ვიღაცა, რომ გაიყიდა აგერ ფაქტის სახეზეა უკვე ჩანს გაყიდვის ნიშნები. და მაგიტომ ამბობ, რომ მანდედან უკან დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება. ამერიკა ძლიერია და ამერიკას აი მაგალითად ხვალ რო გადაწყვიტოს კიდე მეტი სიხისტით მაგ პრობლემის მოგვარება, მაგასაც ვინ დაუდგება მაგას ვერავინ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. და საქართველო ვერ იზამს მაგას.
არა, საქართველოში როგორ იქნება, იცი? აი ეს ხალხი, ვინც ეხა იქ ქუჩა გადაკეტა და ათასობით რო ჩამოვა კიდე იმ ქალაქებში, ეგენი კობახიძეს და ქართულ ოცნებას დაუჯერებენ. ისინი აი ევროპაში, ამერიკაში არ უჯერებენ იქაურ თავრობებს და იქაურ წესებს არ ემორჩილებიან, მაგრამ აი ქართული ოცნება ისეთი ძლიერია. ისეთი ამარტო, ისეთი მაგარი კანონებია, რომ აი ყველა დაემორჩილება. სხვათა შორის კანონების დონეზე არა, ქუჩაში, წესრიგის დონეზე, მაგრამ ხმის მიცემის დონეზე ისინი ხარს დაუჭერენ. ხარს დაუჭერენ, კი. კი, აი მოქალაქეობის მიცემის უფლებაც ექნება. კაცო, მოქალაქეობა რო დაურიგონ, ცხადი ისინი ქართულ ოცნებას დიდი სიამოვნებით ეხა ის ვინც ეხა ვიდეოში ვნახეთ, ეგ ქართულ ოცნებას ხმას არ მისცემს? ჩვენ შვიდად რატო უნდა ვიყოთ, იცი? რო ეგ არ მოხდება? არა, ამაგას არ დაუშვათ. არა, კაცო, ეგეთ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ, ანტიქრისტიანულ გადაწყვეტილებას როგორ არ იკადრებენ. აი უბრალოდ ეგ არის. და რა გვიცა? ჩვენ შვიდად უნდა ვიყოთ. შვიდად უნდა ვიყოთ. მანამდე მთელი ახალგაზრდობა გარყვნეს. ნარკომანია გაუშვეს. ნარკომანია გაუშვეს მანამდე. ეს პლანის ლეგალიზაცია, პლანის კულტივაცია, პლანის ეს ეგ მაშინ deep state-ი აძალებდა, მაგიტო იკადრეს. კი, მაგრამ deep state-ის დაძალება ხო იკადრეს. კი და ეხლა deep state-ის დაძალებით ერის ანუ კადრულობენ. წესრიგის მოგო. ანუ კადრულობენ.